მიშა, გამარჯობა, როგორ ხარ? დაბა როგორ ახარ სალოს გაუმარჯო, საბა როგორ ახარ სალო გილოცავ? რას მილოცავ? რაზა სვაბოდაზე ყოფნას გილოცავ კაც. ყველა დაიჭირა ბიზნესა და შენ დარჩი მარტო გარეთ. აბა შენ როგორ ხარ, რას შვები, როგორ გზნობ თავს? როგორც ყაველაშვილი ბიბლიოთეკაში. ანუ არ არის აქ ჩემი ადგილი კაც. აბა რა ხდება? შენ რა მოგიყვანა აქ ერთი მომიყევი? ვერ არის კარგი ამბები გარეთ. რატო? რა ვიცი, ფორტუჩკას რო გამოვაღებ, განსაოცარი დემოკრატია და ბიზნესის რენესანსის გუგუნის ხმარბაძინებს ხოლმე და ასე აბა რა ხდება? მოკლედ მიშა, სახუმაროდ ნამდვილად არ არის საქმე. ოპოზიციურად განწყობილ ხალხს იჭერენ. რეიდები მიდის, ყველანაირად ცდილობენ ხალხში საბრძოლო მუხტის ჩახშობას. მოკლედ, კარგი არაფერი ხდება. ხო? როგორ არ გაგიგია? არა, მე ხო ტელევიზორს არ უყურებ. მე ხო აპოლიტიკური ვარ. აბა შენაშვები გაქვს სამთავრობის გაშვების გეგმა სალონი? გეგმები დიდი მაქვს. ველოდები ლიდერები როდის გამოვლენ ციხიდან, მამუკა, მელია, ვაშაძე, გვარამია. მაგათ ველოდები. კაი. დაელოდე ერთი მე გამოვედი 2 თვეში და მეორე ეგენი გამოვლენ 8 თვეში. კაი. მიშა, როგორც გამოცდილი კაცი, შენი რჩევა მჭირდება. როგორ მოვიშოროთ ეს მოუშორებელი ჭირი? კარგი, გეტყვი, მოკლედ ჩვენ უნდა დაამტკიცრო ხარ ძლიერი, ამისათვის ორი ვარიანტი გაქვს სალომე. პირველი ოპოზიცია უნდა გაერთიანო, რითაც შენს ძლევამოსილებას გაუსვავ ხას, ან მეორე უნდა გააკეთო. უნდა წახვიდე და შიშველი ხელები დაამარცხო დრაკონი. მოკლა ერითმანოსის ხარი და განგბირო ნემიას ლომი, ეს არის ეს. რომ ვუყირდები, მეორე გზა ბევრად ადვილია. ისე შენ როგორ ფიქრობ, ამდენი ზეწოლის შემდეგ როგორ დამთავრდება ქართული ოცნების ამბავი? ქართული ოცნების რა გითხრა? მე უფრო მაინტერესებს სერიალის შავი გული როგორი დამთავრდება. იმედზე გადის სალომე. კლავს ინტერესი ძალიან ჩამithრია ხო? ისე რა მაგის პასუხია და შენი პრეზიდენტობის დროს სალომე აბა ერთი თუ გახსოვს რამდენი პატიმარი შეიწყალე ხო? რა ვიცი, ბევრი, ალბათ 1-500. ალბათ ალფავიტის მიხედვით იწყალებდი და ვერ მიხედვით სიასობდი ხო? თორე ხო შემიწყალებდი. ისე პოლიტიკურ ველზე რა ხდება? მოდი კაი ხუმრობას შევეშვათ. რა ხდება პოლიტიკურ? რა ვიცი, ლიდერები ზოგი ციხეშია, ზოგი უცხოეთშია გაქცეული და იქედან აგრძელებს ბრძოლას. ხო? კი. მოიცა, გახარია სად არის სალო? გახარია უცხოეთიდან ჩემი ბრძოლა უფრო მიზანშეწონილად მიმაჩნიაო. კარგი, მე წერილს გაგატან გახარიასთან და გადაიცი. რა წერია შეიძლება წავიკითხო? კი, წაიკითხე, დიდი არაფერი არ წერია. გიორგი ჰამოდი წერია, გიორგი ჰამოდი. როგორც მე ჰამოვედი, ისე ჰამოვიდეს თუ ვაშკაცი. თუ დაჭირდება ერთი სანდუკაცის ნომერს მისვებ, ჩაიწეროს გიარაშანი. კარგი მიშა, მე უნდა წავიდე ახლა. და სალომე გეხუთები ყურბილი არ გათიშვა, არა წახვიდე, ცოტა ხანი კიდე მელაპარაკე. და თბილისში რიყეზე ისდოქები გაყიდეს სალო? კი, გაყიდეს. გაუყიდიათ ხო? არა მსაჯულს. და მშვიდობის ხიდი ხო არ დაუნგრევიათ? არა, ჯერ არ დაუნგრევი, არა, არ დაუნგრევიათ. ძალიან მაგარია, არა ხო? ძალიან კარგი. მოდი ერთად ვიმღეროთ, ჩემი ბოლო თხოვნა შემისრული ახლა გთხოვ. კარგი. ჟუჟუნა წვიმა. დრადური ჟუჟუნა წვიმა, ეგ არის. ხამზეა და ხანქარია, ხან გვიჭირს, ხან გვიხარია. დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია. დავიბოლოვე ესე ბოლო ის სალომე. დარია თუ ავდარია, მიშა მაგარია. თქვი ხო, მიშა მაგარია, თქვი სალომე. ბოლოში, მიშა მაგარია. არა და არასოდეს. ხო და იყავი და წერე მემორანდუმები, აბა მე რა გიყვარს. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.